მოგესალმებით გოლოგებო, მივესალმებით დამსწრე საზოგადოებას. Კორუმი გვაქვს, შეგვიძლია რომ დავიწყოთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხდომა. დღის წესრიგით არიგებულია, სულ ორი საკითხი გვაქვს. საკანონმდებლო ინიციატივის ესე წარმოდგენილი კანონპროექტები. შესაბამისად გთხოვთ რომ დავამტკიცოთ დღის წესრიგი. დიდი მადლობა. დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი პაკეტია ქართული ოცნების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე და საქართველოს საკონსტიტუციო სამართლის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მეორე მოსმენით გთხოვთ ბატონო თორნიკე. მოგესალმებით ბატონო არჩილ, ბატონო კოლეგებო, მოგესალმებით დამსწრე საზოგადოებას. წარმოგიდგენთ მეორე მოსმენით მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის პროექტს და ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის პროექტს. მე თავდაპირველად შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ წინამდებარე საკანონმდებლო ცვლილების მომზადების მთავარი მოტივი იყო არსებული შეიძლება ითქვას საკანონმდებლო ხარვეზი, რომელიც დღეს გარკვეულწილად გულისხმობს, რომ არსებობს სივრცე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დაძლევისა იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება, არაკონსტიტუციური, ასე ვთქვათ, შესაბამისი საფუძვლების გამო და პარტიის აკრძალვა არის გარკვეული, ასე ვთქვათ, სცენარი, როდესაც შეიძლება ეგრეთ წოდებული მემკვიდრე პარტიის შექმნის გზით მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების დაძლევა და უკვე არაკონსტიტუციურად გამოცხადებული აკრძალული პოლიტიკური ძალის რეინკარნაცია ამით. აქედან გამომდინარე, წარმოდგენილი არის ცვლილება, რომელიც სწორედაც აღნიშნულ, ასე ვთქვათ, შესაძლებლობას გადააზღვევს და ასეთი ნეგატიური სცენარით მოვლენათა განვითარებას გამორიცხავს, სწორედ იმით, რომ ზუსტდება საკონსტიტუციო სასამართლოს, ასე ვთქვათ, კომპეტენცია სამართალწარმოების განხორციელების კონტექსტში, იმის თაობაზე, რომ რა თქმა უნდა, მას აქვს პრეროგატივა, რომ მათ შორის განიხილოს შესაბამისი შემთხვევები, ანუ თუ კი პოლიტიკური პარტია, ახლად დაფუძნებული, ეგრეთ წოდებული მემკვიდრე პარტია, არსებითად იმეორებს არაკონსტიტუციურად ცნობილი პარტიის საქმიანობის არსს და მათ შორის ეს გულისხმობს პერსონალურ შემადგენლობას, შესაბამის რეგისტრაციაში გატარებულ საარჩევნო სიებს და სხვა სათანადო გარემოებებს და კრიტერიუმებს, აქ უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს გაცილებით უფრო შემჭიდროვებულ ვადებში ექნება იმის კომპეტენცია, რომ მოახდინოს ამაზე რეაგირება და ვიმეორებ გამორიცხოს საკუთარი გადაწყვეტილების, ასე ვთქვათ, დაძლევა ამით. სხვა მხრივ კი, რა თქმა უნდა, მეორე მოსმენის რეჟიმში მზად ვარ დეტალური განხილვისთვის. მოგახსენებთ იმას, რომ პირველი მოსმენის შემდეგ ცვლილებათა პაკეტს დამატებითი, ასე ვთქვათ, სიახლე არ დამატებია, აქ არ გვაქვს, ასე ვთქვათ, რაიმე ახალი რედაქცია, ამიტომ დარიგებული არის იმ სახით, რა სახითაც ამას საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უყარა კენჭი. ახლა კი შეგვიძლია გადავიდეთ მეორე მოსმენით გათვალისწინებული წესით განხილვაზე. მადლობა ბატონო თორნიკე დეტალური ახსნისთვის, ცვლილებების გაცნობისათვის. მეორე მოსმენის ფარგლებში გთხოვთ, რომ განვიხილოთ წარმოდგენილი ინიციატივა, დავიწყოთ ძირითადი კანონით, ეს არის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, მუხლი პირველი, რომელიც თავისთავად 36 მუხლის ცვლილებას გულისხმობს, თუ არის ცვლილება განხორციელებული. ცვლილება როგორც მოგახსენეთ, არ განხორციელებულა. კოლეგებო, დიახ ბატონო გურამ, გისმენთ? მადლობა. ერთი შეკითხვა მაქვს ბატონ თორნიკე. ეს გასაგებია და სწორი მიგნებაა, რომ არ არიდოს თავი ხა იმ დამფუძნებელებმა, ვისი პარტიაც გაუქმდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. მაგრამ ამ შემთხვევაში იგივე საკონსტიტუციო სასამართლოში რო არ განმეორდეს, თქვა ეს პროცესები და შემდგომ ეს პროცედურები და ასე შემდგომ. რეგისტრაციის დროს, როდესაც ის პერსონალური შემადგენლობა, რომელთა საქმიანობის გამოც ზოგადად გაუქმდა ეს პარტია, დააფუძნებს ახალ პოლიტიკურ პარტიას. ხო არ იქნებოდა ეს საფუძველი, რომ ეხა პარტია არ არის ცალკე რაღაცა განცალკევებული ინსტრუმენტი, ხო, პიროვნებებისგან შედგება და თუ ერთ და იგივე პიროვნებები იქნებიან ახალი პარტიის დამფუძნებლები
ამ შემთხვევაში რამდენად არის შესაძლებელი თავად რეგისტრაციის დროს იყოს აკრძალული ეს რომ აი სწორედ ასეთი პიროვნებების საქმიანობიდან გამომდინარე აიკრძალა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ესა თუ ის პარტია და შესაბამისად იგივე პირებმა თუ დააფუძნეს ახლა ნაციონალური მოძრაობა 2 დაუშვათ გასაგებია სხვა სახელი ექნება ამ შემთხვევაში არასაკონსტიტუციო სასამართლოსკენ იყოს ის არის ამ შემთხვევაში ხო არ შეიძლება რომ თქვა თავად რეგისტრაციის პროცედურები ითვალისწინებდეს ამას სხვა კითხვები ხომ არ არის მოსაზრებები? შეგიძლიათ უპასუხოთ. მადლობთ ბატონო გურამ კითხვისთვის. ამაზე პირველი მოგახსენებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად პარტიის აკრძალვა როგორც ასეთი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ექსკლუზიურად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივა. ამიტომ რაიმე სხვა მექანიზმზე ამ თვალსაზრისით ჩვენ ვერ ვისაუბრებთ. როდესაც ხდება პარტიის რეგისტრაცია, იქ არის გარკვეული ფორმალური, ასე ვთქვათ, მოთხოვნები, რომელიც უნდა იქნეს ბუნებრივია დაცული, რაც შეიძლება გახდეს რეგისტრაციის პროცესში შესაბამის ხარვეზის დადგენის საფუძველი, მაგრამ ეს თავის მხრივ აღნიშნული, ასე ვთქვათ, ცვლილება ორიენტირებული არის ისევ და ისევ იმაზე, რომ საბოლოო ჯამში პარტიის აკრძალვა მოხდეს და ამ შემთხვევაში ჩვენ მარეგისტრირებელ ორგანოს შესაბამის, ასე ვთქვათ, უფლებამოსილებას ვერ გაუჩენთ, იმიტომ რომ ეს იქნებოდა კონსტიტუციასთან წინააღმდეგობრივი ხასიათის მატარებელი. აქედან გამომდინარე ისევ და ისევ საკონსტიტუციო სასამართლოს გზით უნდა მოხდეს იმის დადგენა, რომ პარტია არის არაკონსტიტუციური, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ დასრულდება შედეგით, რასაც ქვია მისი აკრძალვა. სხვა ხომ არ არის? თან ბატონო გურამ თავარი არის რომ აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზნასა საქმიანობის არს უნდა არსებითად იმეორებდეს ახალი პარტია და მარეგისტრირებელი ორგანო შინაარსში ვერ შევა და ვერ დაიწყებს იმის გამოკვლევას არსებითად იმეორებს თუ არ იმეორებს ახალი პარტია უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზნასა და საქმიანობის არს და რიდიაში მარეგისტრირებელი ორგანო მხოლოდ შეიძლება სულად ჟღერდეს, მაგრამ ტექნიკურ საკითხებს განიხილავს, ანუ კანონ ფორმალურ საკითხებს განიხილავს, რამდენად არის შესაბამისობაში წარმოქმნილი დოკუმენტაცია დასარეგისტრირებლად პარტიისას, ხოლო შინაარსობრივ ნაწილს საერთოდ არ განიხილავს და ეს ახალი ფუნქციის მინიჭებაც იქნებოდა თან მარეგისტრირებული ორგანოსთვის ერთი მხრივ და მეორე მხრივ პირდაპირ კონსტიტუციასთან პრობლემა შეექმნებოდა, რაც დეტალურად ახსნა ბატონმა თონიკ. მადლობა. სხვა შეკითხვები შენიშვნები ამ მუხლთან დაკავშირებით არ არის, მუხლი 2 ასევე უცვლელი სახით არის წარმოდგენილი. კარგით, შემდეგი კანონ პროექტი ეს არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მუხლი პირველი. ცვლილების გარეშე გახლავთ? შეკითხვები მოსაზრებები ასეთი არ არის. მუხლი მეორე. მუხლი მეორეც უცვლელი. გამოქვეყნების თარიღთან დაკავშირებით შეკითხვები და მოსაზრებები არ არის. ამით შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ კანონპროექტი განხილულია. მადლობა ბატონო თონიკე. მადლობთ. შეგვიძლია დაიკავოთ ადგილი. დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხია საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე თანამდებობ პროექტებთან ერთად. გთხოვთ ბატონო ვახტანგ. მოგესალმებით, წარმოგიდგენთ მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონის პროექტს, თანამდებობ კანონ პროექტებით, როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის შექმნის მიზნით შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას. კომიტეტის აპარატთან თანამშრომლობით არის ცალკეული ცვლილებები დოკუმენტში შეტანილი და მუხლობრივი განხილვის დროს მოგახსენებთ. მადლობა. შეგვიძლია რომ განვიხილოთ მეორე მოსმენით, ესე იგი პირველი მთავარი ძირითადი კანონი პროექტი საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილების და საქმიანობის წესის შესახებ, მუხლი პირველი, ხომ არ არის ცვლილება? დიახ, პირველ მუხლში დაკონკრეტდა, რომ მთავრობის ადმინისტრაციის აღნიშნული დეპარტამენტის უფლებამოსილება არ გავრცელდება არამხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებებზე, არამედ მის სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზეც და სრულად გამოირიცხოს, იმიტომ რომ ეს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ნაწილი თავის სისტემაში აერთიანებს საკუთრივ თავიანთი თავის გარდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსაც და მთავრობის ადმინისტრაციის მანდატი მათ მთლიანად არ გავრცელდება ამ სისტემაზე.
შენიშვნები მოსაზრებები ხომ არ არის? ასეთი არ არის. მუხლი მეორე. მეორე მუხლში მთავრობისთვის განსაზღვრული ვადა, რომ კანონქვემდებარე აქტები მიიღოს ამ კანონიდან გამომდინარე, შეიცვლება და ნაცვლად ამ კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადისა ეს ვადა იქნება 2025 წლის 1 ივნისამდე. ბატონო შესაბამისობაში მოვა. მუხლი 3 და მუხლი 3-იც მუხლი 2-დან გამომდინარე ორ ნაწილად გაყოფს კანონის ამოქმედებას, ანუ დავალება რომ კანონქვემდებარე აქტები მიიღოს მთავრობამ გამოქვეყნებისთანავე შევაძალაში, ხოლო თვითონ დეპარტამენტი შეიქმნება უკვე 1 ივნისიდან. შენიშვნები მოსაზრებები ხომ არ არის? ასეთი არ არის. შემდეგი კანონპროექტია საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შეტანის თაობაზე მუხლი 1. არ არის ცვლილება. მუხლი 2. მეორე მუხლში ვადა 2025 წლის 1 ივნისიდან ძირითადი კანონის არსებითი ვადიდან გამომდინარე. კი ბატონო. სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შეტანის თაობაზე მუხლი 1. არ არის ცვლილება. მუხლი მეორე. მეორე მუხლშიც 1 ივნისიდან ამოქმედეს გამომდინარე კანონპროექტი ნაცვლად გამოქვეყნებისა. შენიშვნები მოსაზრებები ასეთი არ არის. შემდეგ საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შეტანის თაობაზე მუხლი 1. უცვლელია. მუხლი მეორე. მეორე მუხლიც უცვლელია. აქ გამოქვეყნებისთანავე გვაქვს განსხვავებით სხვა ცვლილებებისგან. დიახ. შენიშვნები მოსაზრებები ასეთი არ არის. მადლობთ ბატონო ვახტანგ. მადლობა. დაიკავოთ ადგილი. კოლეგებო, ჩვენ ამ საკითხის განხილვით ამოვწურეთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღის წესრიგის, წესრიგის გათვალისწინებული საკითხები, შეგვიძლია რომ კენჭი უყაროთ. პირველ რიგში ფრაქცია ქართული ოცნების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესი წარმოდგენილი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში წარმოდგენილი ცვლილებები, მეორე მოსმენთ, ვინ არის მომხრე? საკითხი ერთად არის გადაწყვეტილი, მადლობა. მეორე საკითხია საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესი წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილებების შეტანის თაობაზე თანამდებობ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად მეორე მოსმენთ, ვინ არის მომხრე? საკითხი გადაწყვეტილია. მადლობა კოლეგებო. შესაბამისად ჩვენ შევხვდებით უკვე პლენარულ სტომათა დარბაზში. მადლობა ნახვამდის დახურულია იურიდიულ საკითხთა სხდომა.